როგორ მივიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი ლურჯი მოცვის კულტურაში? ამ ვიდეოში ვისაუბრებ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტ კალიუმზე. სწორედ კალიუმი განსაზღვრავს მოცვის კულტურაში არა მხოლოდ რაოდენობას მოსავლის, არამედ მის მაღალ ხარისხს, რაც მოცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა დროს გვხვდება კალიუმის დეფიციტი? კალიუმის დეფიციტი გვხვდება მაშინ, როდესაც ბუჩქი ისხამს, მაგრამ ნაყოფი არის საკმაოდ პატარა, არ აქვს ინტენსიური შეფერილობა და არც ისე ტკბილია. რას აკეთებს კალიუმი ლურჯი მოცვის კულტურაში? ის უზრუნველყოფს უჯრედის სრულ შევსებას, ასევე ის პასუხისმგებელია ფოთლიდან შაქრების გადანაწილებაზე ნაყოფში, მონაწილეობას ღებულობს ანთოციანების სინთეზში, ეს კი განაპირობებს მის მუქ ლურჯ შეფერილობას, ზრდის ბრიქს და შესაბამისად გემოვნურ მახასიათებლებს ლურჯი მოცვის ნაყოფში. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ლურჯი მოცვის მაღალი ხარისხის მოსავალთან და ეს კი პირდაპირ პროპორციულია მის ფასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ ის, რომ ლურჯი მოცვი მოითხოვს კალიუმს არა დიდი რაოდენობით, არამედ სწორ დროს და სწორი ქიმიური ფორმით. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აგროკომპანია ბარაქაში ვიყენებთ ბელგიური კომპანია ტესენდერლო კერლის კალიუმის სულფატ სოლპოტას, რომელიც შეიცავს კალიუმს 51%-ს და გოგირდს 46%-ს. რატომ კალიუმის სულფატი და არა სხვა ქიმიური ფორმა, მაგალითად როგორც არის ქლორიდი? იმიტომ რომ ქლორიდი შეიცავს ქლორს, ქლორი კი ზღუდავს ფესვთა სისტემის განვითარებას, ბლოკავს მიკრო და მაკრო ელემენტებს და ზრდის ქლოროზის რისკს. ხოლო კალიუმის სულფატი კი მას შემავალი გოგირდის ხარჯზე ინარჩუნებს მჟავე გარემოს ფესვთა სისტემასთან ახლოს, შესათვისებელს, ადვილად შესათვისებელს ხდის მიკრო და მაკრო ელემენტებს მცენარისთვის და შესაბამისად ამცირებს ქლოროზის რისკს. სულპოტასი არის ზუსტად კალიუმის ის პროდუქტი, რომელიც მოცვს ეხმარება კვებაში ისე, რომ არ დაირღვეს მისი კვების სენსიტიური ბალანსი. კალიუმის სწორი ქიმიური ფორმა და სწორად შერჩეული დრო გვაძლევს უკეთეს ნაყოფს და უკეთეს შემოსავალს ფერმერებისთვის.